სალამი ყველას, დღეს მოგიყვებით თუ სად ვიყავი ეს 2 წელი და რატო არ ვიწერდი ვიდეოებს და ყველაფერს მოგიყვებით მოკლედ რა მოხდა ამ 2 წლის განმავლობაში. თქვენი მყავებით არხზე ტრადინვესტ, მე მქვია შოთა და წავიდა დავიწყოთ დღევანდელი ვიდეო. დავიწყოთ მოდი იმ მომენტიდან, როცა ბოლო ვიდეოები დავდე უშუალოდ ბინარულ აფიქსირებდა ტრადინვესტ არხზე. შემდეგ იყო კი პატარ-პატარა რაღაც ვიდეოები, მაგრამ ის არ შეეხებოდა ჩემს თემატიკას, რომელსაც ასე ვთქვათ მე ვიწერდი ხოლმე მანამდე. ეგ პატარ-პატარა ვიდეოები ალბათ გიცეცოდინებათ, თამაშზე იყო და ეგ თამაში რა თქმა უნდა, ჩემს სტილში არ შედიოდა ხოლმე. უბრალოდ ტრენდს შევეცადე რომ აუყოლილიყავი და ვსიო, მეტი არაფერი. მოკლედ დავიწყოთ იმ მომენტიდან მოყოლა, როცა ასე ვთქვათ ჩავიწერე ბოლო ვიდეო და ასე ვთქვათ ბოლო ვიდეოები დაახლოებით 1-2 წელი უკვე იქნება გასული, რაც დავდებით რადინვესტის YouTube არხზე. და ალბათ იმ მომენტში ჩემი ასე ვთქვათ მთავარი გადამწყვეტი მიზანი ის იყო ვიდეო რომ აღარ დამედო, რომ ასე ვთქვათ ბინარულ ოფციონებზე შეიძლება ითქვას გარკვეული ოდენობის თანხა ვიშოვე და მე ისევ დავყარქე, მაგრამ პლეიუსში დავრჩი. ეხლა მოგიღებით ყველაფერს როგორ მოხდა. მოგეხსენებათ რომ ბინარულ ოფციონებზეც ვაჭრობდი ხოლმე შეძლების დაგვარად პერიოდულად. შესაბამისად კრიპტოვალუტებშიც ვიყავი ხოლმე, ინვესტიციებშიც ვიყავი ხოლმე და იყო მომენტი, ანუ შესაბამისად რომ ტოვებდი ჩემს ასე ვთქვათ ლინკებს, მოგეხსენებათ ეგ ყველა ტოვებს ხოლმე თავის ლინკებს და ბინარულ ოფციონებზეც ტოვებდი ხოლმე, მაგრამ ბინარულ ოფციონებზე ახლა არ მქონდა ასე ვთქვათ პარტნიორულ პროგრამებში ისეთი შემოსავალი, არც სხვა პარტნიორულ პროგრამებში არ მქონდა დიდად, მაგრამ სხვა პარტნიორულ პროგრამებს გულისხმობ მაგალითად Bybit-ის და Binance-ის. Binance-ზე ასე ვთქვათ იყო ისეთი მომენტი, რომ დაახლოებით $100 პარგლებში, $100-მდე არ იყო, მაგრამ მოდი $100 დავამგვალოთ. $100 პარგლებში დამერიცხა ბონუსი რეფერალებიდან, რა ასე რომ ვთქვათ. და რეფერალებიდან ანუ რო ვაჭრობს ადამიანი, შესაბამისად საკომისიოები მე ხო ვაძლევდი ხოლმე მაქსიმალურ საკომისიოებს რაც შეიძლება და საკომისიოებს რო ვაძლევდი ხოლმე მაგის მიხედვით, ან შეიძლება არც მაგის მიხედვით და შეიძლება უბრალოდ დარეგისტრირებული იყო ჩემი ლინკით, ასე რომ ვთქვათ და შესაბამისად საკომისიოების ასე ვთქვათ ერთ-ერთი ნაწილი მოდიოდა ჩემთან, ხო? და დაახლოებით $100 პარგლებში მოგროვდა მაგ ყველაფერი. მე ეს $100 გადავიტანე ბინარულ ოფციონებზე იმ დროისთვის QOTEX-ზე. და 2 კვირის მანძილზე პირდაპირ ვთქვათ, ვიშოვე დაახლოებით $14,000-მდე, $100-დან. ბოლო ვიდეოები შეიძლება კიდე გასწავთ თქვენ, ვისაც არ ახსოვთ, შეგიძლიათ ნახოთ, არხზე არის მაგ ვიდეოები, არ წამიშლია. ანუ ბოლო ვიდეოები რამოდენიმე წამზე რო ვაჭრობდი ხოლმე იყო 30 წამზე, იყო 10 წამზე, ზოგჯერ 5 წამზე ვხსნიდი ხოლმე, შეიძლება ვიდეოებში არ გამიხსნიან 5 წამზე, მაგრამ ისევ ვხსნიდი ხოლმე ფსონებს 5 წამში, 5 წამზე. ასე რომ ვთქვათ, იყო ეგ მომენტები, როცა ასე ვთქვათ, ბევრი წერდა რომ ეგ გემბლინგი არისო, მაგრამ ჩემი აზრით იმ პერიოდში თლად გემბლინგში არ შედიოდა, იმიტომ რომ მაგით შეიძლება თანხათი შევა, რა თქმა უნდა, ანალიზის გაკეთება და რამე მსგავსი 10 წამში ვერ მოხერხდება, ხო, ფიზიკურად, იმიტომ რომ წესიერი და ნორმალური ანალიზის გაკეთება 10 წამზე კი არა, 1 წუთზე და შეიძლება 5 წუთი ამ სწორზეც ვერ გააკეთო ნორმალური ანალიზი. შესაბამისად, თლად ასე ვთქვათ, პირდაპირ ვაჭრობას არ ნიშნავდა, მაგრამ არც გემბლინგს არ ნიშნავდა ჩემი გადმოსახედიდან, რა, ასე რომ ვთქვათ. რადგან გარკვეული ოდენობის თანხა კიც ვიშოვე. $14,000-მდე ვიშოვე დაახლოებით, მერე იყო მომენტი, როცა ეს $14,000 თითქმის არა, დაახლოებით 40%, დაახლოებით $6,000-7,000 ამ $14,000-დან უკან დავტოვე ისევ დავაგე ბინარულ ოფციონებში. და რატო? ყურე ახლა მოგიყვებით ყველაფერს. 2 კვირის მანძილზე ნენელობით ავდიოდი პირველი 2 დღეები სიტყვაზე $20, 30 დღეში. შეიძლება მე $100-ზე ავედი ნენელობით, მე უკვე 500-ზე და ბოლოს უკვე იყო დღეები მომენტი, როცა $6,500 გამოვიტანე ერთ დღეს, ხო? იყო ასეთი მომენტიც და რა ვიცი. მაშინ ძალიან გახარებული ვიყავი და ვიდეოები კიც უნდა ჩამეწერა, უკვე გარკვეული ვიდეოები ჩაწერილიც მქონდა და გასახმაურებლად მქონდა გამზადებული. მაგრამ მე უკვე აღარ გავახმოვანე, იმიტომ რომ დავმინუსდი, ხო? და დავმინუსდი, ასე ვთქვათ, კარგი დიდი თანხით. და ეხლა გეტყვით ყველაფერს. ანუ დაახლოებით $8,000 უკვე გამოტანილი მქონდა, დადებული მქონდა. შემდეგ დაახლოებით $8,000 ცალკე კიდევ მქონდა დადებული. და რა ვიცი, წვრილი ხურდები 20 რაღაცები კიდე ასლარიანებით ცალკე, რომელსაც ასე ვთქვათ ვიყენებდი ყოველდღიურობაში და პლუს ახლა, ну რა ვიცი, ზოგს რა ვაჩუქე, ზოგს რა და შესაბამისად ყოველდღიურადაც ხო ხარჯავდი თანხას და დაახლოებით
ну $800 $800 ლარი და მოდი $2000 ლარის პარგლებში ვთქვათ, რასაც ვხარჯავდი, ხო? იქ ყველაფერი რაც გამოტანილი მქონდა, ხო? ეს რაც ხელზე მქონდა აღებული, დაახლოებით Bybit-ზე მქონდა გადატანილი ბირჟა Bybit-ზე, მქონდა დაახლოებით $1500-დან $2000-მდე გადატანილი უკვე და დაახლოებით იგივე $1500-დან $2000-მდე მქონდა გადატანილი Binance რა, რომელიც უკვე უნდა წასულიყო ინვესტიციებში და ვიდეოებს ველოდებოდი, როგორ ვიდეოები ჯერ გამეხმოვანებინა ბინარული ოფციონების ვიდეოები ჩაწერილები მქონდა. ამ ბინარული ოფციონების ვიდეოების გახმოვანების შემდეგ მინდოდა ჩამეწერა ინვესტიციების ვიდეო და ჩამედო ბიტკოინშიც თანხა $1-2000 შეიძლება ვფიქრობდი ბიტკოინში იმ პერიოდში. პლუს ცოტა ინვესტიციებში კიდე მქონდა იმ დროს დაახლოებით $500 პარგლებში, ну ეს ეტაპობრივად მოგროვებული და ვცდილობდი რომ გადავსულიყავ ნელ-ნელა ბინარული ოფციონებიდან ასე ვთქვათ ინვესტიციებში. და თან ეს ბინარული ოფციონებიდან უნდა გამომეტანა ეს თანხები. და რატო მოხდა ისე რომ არ გამოვიტანე? დაახლოებით ერთი ბოლოს როცა წავაგე იმ დღეს ერთი $4-დან $5000-მდე ანგარიში მქონდა და რა ვიცი წავაგე და როგორ მოხდა ახლა ეს ყველაფერი. ანუ ვინც საქართველოში არის ის რომ კარტიდან როცა გამოგაქვს თანხა, ანუ ნებისმიერი ბანკის კარტიდან როცა გამოგაქვს თანხა, იქ არის თავისი ლიმიტები რა. და მეც ერთ კვირაში შევავსე მთლიანი ლიმიტი. ერთი კვირის ლიმიტი შევავსე უბრალოდ 2 დღეში TBC ბანკის კარტაზე რა. და TBC ბანკის კარტაზე რო შევავსე ერთ კვირიანის ლიმიტი 2 დღეში, ანუ ერთ კვირაში შეგიძლია გამოიტანო 25000, მაგრამ დღეების მიხედვით შეგიძლია ერთ დღეში გამოიტანო 15000, მეორე დღეს შეგიძლია გამოიტანო 10000 TBC ბანკიდან და всё, მერე ვეღარ გამოიტანე ერთი კვირა. თუ არა, ამ ერთი კვირის მანძილზე უნდა დაანაწილოს 25000. ერთი კვირა რო გავა, მერე კიდევ შეგიძლია ეს ვიზა ბარათზე და შეიძლება სხვა ბარათებზე სხვანაირი ლიმიტები არის. მერე ამის გამო რომ ლიმიტები ასე ვთქვათ გამავსე, არ ვიცოდი მაშინ შეიძლება თუ არა ბანკში რომ ისულიყავი, ახლა კი ვიცი რომ შეგიძლია როცა დიდი თანხა გაქვს მიხვიდე ბანკში და აღარ გჭირდება ასე ვთქვათ ეს ბარათი, როცა შეიძლება სიტყვაზე 100000 ლარიც გქონდეს და მიხვიდე ბანკში და იქ მოხსნა. ну ეგრეც შეიძლებოდა, მაგრამ მაგ შემთხვევაში ცოტა პატარაც ვიყავი მაშინ და არც ვიცოდი მასე თუ შეიძლებოდა. მერე წავედი საქართველოს ბანკში და საქართველოს კარტა გავაკეთე რა. გავაგზავნე მოთხოვნა და 3 დღეში უნდა დამზადებულიყო ჩემი სახელი და გვარით საქართველოს კარტა, რომ მერე გამომეტანა ხოლმე და იქ როგორც მითხრეს, როგორც ამიხსენეს საქართველოს ბანკში 3000 ლარი იყო დღეში ლიმიტი, რომ გამოგეტანა რა. მე კი 3000 ლარს ჩვეულებრივად ავდიოდი ხოლმე დღეში იმ პერიოდში უკვე $2000 ჩემთვის დღეში აღარაფერი არ იყო ხოლმე. ძირითადად ბოლო დღეებში ვიშოვე ეს თანხები რა. თუ სიტყვაზე მოდი 2 კვირის მანძილი ვთქვა, თუ სიტყვაზე პირველ 10 დღეში ავედი უბრალოდ პირველ დღეში ავედი დაახლოებით $500-ზე, მერე პირველი 10 დღიდან და 2 კვირამდე დაახლოებით 4 დღეში დაახლოებით შეიძლება პლუს მინუს 2 დღე ყოფილიყო. დაახლოებით 4 დღეში ავედი უკვე $500-დან ბრაღდა თითქმის $15000-მდე რა, 14-დან $15000-მდე დაახლოებით. ну ხაზოსთან არ მახსოვს რა თანხა იყო, მაგრამ მიახლოებით ეგრე იყო. და წარმოიდგინეთ რა შეიძლებოდა, რამდენი შეიძლება დღეში მეშოვნა, ხო? ანუ 4 დღეზე რო გადავანაცვლებ, დაახლოებით $2000-ზე მეტი შეიძლება გამოვიდეს, ახლა თქვენ თვითონ დაითვალეთ ყველაფერი, მაგრამ $2000 დღეში ისევ შოლობდი ვითომც არაფერი. რა ვიცი. იყო მომენტი, მაგალითად, პირველი ფსონი რო დავდები 4 ერთიანი, ანუ $1111 და შევიდა პლუსში. იყო ხოლმე რა თქმა უნდა მინუსიც, მაგრამ ძირითადად პლუსები იყო ხოლმე და წარმოიდგინეთ, ანუ $1111 დავდები 10 წამიანზე და შევიდა პლუსში. წარმოიდგინეთ თქვენ უბრალო ადამიანისთვის, რომელიც არც თუ ისე შეიძლება იყოს დიდი თანხებით იყო და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ეს თანხა რამდენი შეიძლება იყოს, აი $1000-ზე მეტი მაინც გამოდიოდა სუბთა მოგება ერთი ფსონით 10 წამში, 10 წამიან ფსონზე. და წარმოიდგინეთ 10 წამში რომ $1000 იშოვი, $1000 ბევრისთვის საქართველოში 2 თვის ხელფასი შეიძლება იყოს. რა ვიცი, $1000 დაახლოებით $2700 ლარია ეხლანდელი კურსით. და $2700 ლარი, რავი, მე ძალიან ცოტა ხალხს ვიცნობ. თითქმის არც არავის არ ვიცნობ, ვისაც $2700 აქვს. ну ეხლა ვიცი ვიღაცები, მაგრამ პირადად ვის იცნობთ ისეც, ვისაც $2700 ლარი აქვს ხელფასი, ხო? ძალიან ცოტას იცნობთ ასეც და მე ეს 10 წამში ვიშოვე. შესაბამისად იყო ასეთი პერიოდი და მე
ერთ დღეში რომ წავაგე დაახლოებით რამდენი იქნებოდა $6,000 დაახლოებით რა, ახლა პლუს მინუს უბრალოდ არ მახსოვს. 1 საათს დაახლოებით 1 საათის მანძილზე წავაგე რა. ხო და რავი, ძალიან ცუდი მომენტი იყო რა მაგ დღეს. ხო და მე ვიფიქრე მეთქი შევეშვები რა დროებით თქო და მე ვიდეოებიც აღარ ჩამიწერია მის მერე და არაფერი ნორმალურად. და რა მოხდა ამ დროს ჩემს ცხოვრებაში? მე ვიფიქრე მეორე დღიდან რომ წავიდოდი მანქანას ვიყიდი, მეთქი მანქანა მაინც იყოს თქო, მაშინ იმ დროს პრავაც არ მქონდა, ანუ მართვის მოთხოვნა არ მქონდა იმ დროს და მე ჯარიმაც ავიგიდე იმ მანქანაზე. მაგრამ ეს უკვე ცალკე ისტორია არის რა, არც თუ ისე საინტერესო იქნება ალბათ თქვენთვის როგორ ავიგიდე ჯარიმა, ხო? ნუ ეს სიტყვით მე ჯარიმაც ავიგიდე ყველაფერი, მაგრამ მე კი მოგვარდა ყველაფერი, ავიღე მართვის მოთხოვას ყველაფერი ნენელობით, ასე ვთქვათ, მოგვარდა. ჯარიმაც რა თქმა უნდა გადავიხადე და ასე დავახ. ეგარაფერი. ხო და რომ წავაგე ეს ფული მეორე დღეს წავედი მანქანა ვიყიდე, შევინახე ეს ფული, ვითომ ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მე დავამინუსე ეს მანქანის ფულით, რა თქმა უნდა, როგორც მოგეხსენებათ მანქანას რო იყიდი, მე იმ ფაში რა თქმა უნდა ვეღარ გავყიდი. მე იყო მომენტი, მეორე მანქანა ვიყიდე, მე მეორე მანქანას გავყიდე, რა თქმა უნდა, ისიც მინუსში, მაგრამ არა უშავს, ეს ყველაფერი ისტორია არის და რა ვიცი, გამოცდილება იყო ჩემთვის რა. ხო და მე კიდევ რა იყო ისეთი მომენტი, რომ აი დიდი თანხის დაკარგვის მომენტი. დიდი თანხის დაკარგვის მომენტი იყო ერთი მომენტი კიდე hype პროექტებში შევედი. ადრე ალბათ გახსოვთ თქვენ Tesla Media რო იყო, ძალიან პოპულარული იყო Tesla Media და მსგავსი რაღაც საიტები და საიტები შეიძლება დავარქვათ თუ პროგრამები შეიძლება დავარქვათ თუ რა ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით. მაგნაირი მაგ Tesla Media-ს მსგავსი იყო და დაახლოებით $7,000 შევედი. ნუ იქ ცალკე ისტორიები იყო, პატარ-პატარა წვრილმანები, სად რა როგორ რანაირად, მაგრამ ამას უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს და აღარ გავწელა ამ ვიდეოს ძალიან დიდ ზემად წვრილმანი დეტალების მოყოლებისთვის. დაახლოებით მოყოლით, ანუ წვრილმანი დეტალის მოყოლით რა. დაახლოებით $7,000-მდე საერთო ჯამში დავკარგე მან მაგ საიტზე. მოდი ასე დავვარქვათ, მაგ საიტზე რა. მაგ hype პროექტების საიტზე. შევიტანე და მე თანხა ვეღარ გამოვიტანე და ვსიო დარჩა რა სიზამნე ვერაფერს ვერ იზამდი. მე იყო უკვე მესამე მომენტი, როცა დიდი თანხა დავკარგე, ნუ პატარა თანხებზე არ ვსაუბრობ, $100 და $200, თუმცა ხოლმე რა თქმა უნდა ბინარულ ოფციონებზეც ვაჭრობა, რა თქმა უნდა იქ პლუსებიც იყო ხოლმე, მინუსებიც იყო, მაგრამ ვიდეოები არ გადამიყია ხოლმე. მე ბევრი რამე ვცადე კრიპტოვალუტებში, ინვესტიციებიც უნდა მეთქვა უბრალოდ მოდი ახლა ჩავასწორებ ბარემ, ინვესტიციებიც რაც მქონდა მაშინ $500 ფარგლებში დაახლოებით, იყო ხოლმე XRP-საც ვყიდულობდი ყოველთვიურად, ის თანხებიც გამოვიტანე და ის თანხებიც იმ საღამოს, როცა ბინარულ ოფციონებზე წავაგე დიდი ფული, დავტოვე იქ. მაგრამ ეს წაგება მე ჩემად ახლა რომ ამ ახლანდელი გადმოსახედიდან იმ გადმოსახედიდან რა თქმა უნდა ცუდი მდგომარეობა იყო ჩემთვის, მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან ჩემთვის ეგ ცუდი მდგომარეობა არ არის. ეგ ჩემთვის ახლა არის გაკვეთილი, პირველი ეს არის გაკვეთილი, მეორე ეს მაინც კარგი თანხა იყო, რაც დამჭა დაახლოებით $8,000 ფარგლებში, მაინც ხო დამჭა. შეიძლება მეტიც, მაგრამ $8,000 ფარგლებში მაინც დამჭა ყველაზე მინიმუმ. და ჩემი აზრით ეგ მაინც პლუსი არის, იმიტომ რომ ორ კვირაში $8,000 შევოლობ $100, რომელი $100-იც შენიც არ ყოფილა რა. და გერიცხა უბრალოდ საკომისიოებზე ბირჟა Bybit-ზე, ხო? უბრალოდ ბირჟა Binance-ზე. შესაბამისად ძალიან კარგი თანხა იყო მაშინაც. უბრალოდ მაშინ ეს ყველაფერი უნდა გამეანალიზებინა და რა ვიცი, ხანერთ უნდა მოქცეულიყავი, სიამოვნებად მოქცეულიყავი, როგორც მოვიქეცი მაშინ. ეს ყველაფერი ამ ხელა თანხა ბინარულ ოფციონებზე აღარ უნდა გამეჩერებინა, უნდა გამომეტანა და რა ვიცი. მაგრამ ახლა რო ვფიქრდები, ახლა უკვე გამოცდილებაც მაქვს და ახლა უკვე ასაკიც მეტი მაქვს და შესაბამისად უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებოდი მაგ ყველაფერს. მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი და მაშინ სხვა ასე ვთქვათ ტვინი მქონდა რა. შემდეგ მესამე დიდი თანხის დაკარგვა იყო, $200-იანებს ახლა აღარ ვამაყობ, ანუ პატარ-პატარა წვრილმანებს იყო ხოლმე ზოგჯერ რომ შევედი ხოლმე, მაგრამ ხან დავმინუსდი, ხან მოვიგე ხოლმე, ხან რაღაცები, მაგრამ მაგ ახლა არც თუ ისე საინტერესო არის. შემდეგი იყო ისევ დაახლოებით $7,000 ფარგლებში იყო, როცა დავმინუსდი ბოლოს და ეგეც როცა დავმინუსდი იყო რანაირად უყურეთ $7,000 უბრალოდ $7,000 იყო ანგარიშზე და დაახლოებით ანუ პლუს მინუს ამოვალებ რა ეხა. ნუ და ამ $7,000-დან დაახლოებით $4,000 იყო ჩემი ჩადებული, დანარჩენი იყო უშუალოდ ნაშოვნი. და ეს როგორ მოხდა? ეს მოხდა რობოტებით რა. ბოტებით, ან რობოტებით, როგორც თქვენ ისე დაარქვით, ეს რობოტები რას შეეხება ეხა? ანუ Bybit-ზე მქონდა ეს რობოტი გახსნილი.
ცალკეული პლატფორმა არის, რომელიც უნდა გააგავშერო Bybit-ს და რომელშიც უნდა გააკეთო შენი ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება ფილტრები, ასე რომ ვთქვათ, ფილტრები უნდა დააყენო, რომელთაც ეს რობოტი ივაჭრებს და შენი ფილტრებიდან გამომდინარე გახსნის და დახურავს ფსონებს. შესაბამისად, აი ამ გახსნა და დახურვაზე ვიშოვე ამ რობოტით ვიშოვე დაახლოებით 300 ლარი, ეს იყო დაახლოებით 1 თვის მანძილი. და მე უკვე გავზარდე მხრები, ანუ იქ მხრებიც ხო future-ზე მოგეხსენებათ რომ მხრებით შეგიძლია დააყენო და გავზარდე მხრები 100 მხარი გავაკეთე, 100 მხარი როგორია წარმოიდგინეთ. და ეს ყველაფერი ვინც Telegram არხში არის, შეიძლება კი იცოდეს, იქ ვდებდი ხოლმე პერიოდულად დაახლოებით 9 წლის წინ პოსტებს რობოტებში შევდიოდი, ანუ ავტოტრეიდინგში, ასე რომ ვთქვათ, ავტომატურად რომლებიც ვაჭრობდნენ რობოტები და ასე ვთქვათ, იქაც დავამინუსე, ერთ ღამეში დავამინუსე 7000 ლარი დაახლოებით. და ეს იყო, მე მგონი 11 ოქტომბრის ვარნა რო იყო, მე მგონი მაშინ იყო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ვარნა იყო, ასე ვთქვათ, კრიპტო ბაზარზე და მეც, ასე ვთქვათ, დამამინუსა თან. ეს ძალიან საინტერესო მომენტი იყო, იმიტომ რომ მე სიზმრა რა, რომ ვითომ ძალიანად დავყარგე ჩემი თანხები რა. და მე რომ ეს სიზმრა თანხები დავყარგე, რა თქმა უნდა გამეგვიძა და მე შევედი უცებ ტელეფონი ავიღე, შევედი Bybit-ზე, რომელზეც არის ბირჟა იყო, რომელზეც ეხლა ბირჟა არის, რა თქმა უნდა Bybit-ი, მაშინაც იყო და ეხლა. ეს აქ ქონდა ეს რობოტი დაყენებული და შევედი და თანხებზე ვხედავ, რომ აღარ არის თანხა, $1 და რაღაცა იყო დარჩენილი, ანუ ძალიანად და ლიკვიდაცია ჩემი ასე ვთქვათ, თანხები. ლიკვიდაცია განიცადა. მხარი გავზარდე ძალიან, 100 მხარი დავაყენე. 100 მხარი ვარ დამაყენე და დაახლოებით 3 ან მაქსიმუმ 4 მხარი მაინც რომ მქონოდა დაყენებული. მაგ დიდი ვარნას გაუძლებდა ეგ ყველაფერი და პლუსშიც გავიდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან დიდი მხარი მქონდა დაყენებული და ვერ გაუძლო ამ ვარნას. კი, პატარა ვარნას დაახლოებით 5%-მდე შეიძლება გაეძლო ვარნა, მაგრამ მოგესალმებით, მაშინ ბევრად მეტი პროცენტებით ვარნა იყო და ვეღარ გაუძლო. შეიძლება даже 5 მხარით რომ მქონოდა, მაინც გაეძლო აი ამ ვარნისთვის, მაგრამ რას იზამთ, ხდება ხოლმე და ეხლა არის, აი უშუალოდ ეხლა არის სხვა მომენტი უკვე, როცა დიდი თანხებით შევდივარ რა. დაახლოებით 8000 ლარით შევედი ეხლა კრიპტო ბაზარზე, მაგრამ უკვე ვაკეთებ უფრო ჭკვიანურად რა. ეხლა არ ვაკეთებ ისე როგორც მაშინ გავაკეთე. ეხლა ვაკეთებ ასე ვთქვათ დივერსიფიცირებას, რაც დივერსიფიცირება ალბათ ბევრმა კი იცის, რაც ნიშნავს, ანუ ნაწილი თანხით შევედი უშუალოდ ამ რობოტში, მაგრამ უფრო სხვა, ასე ვთქვათ, და უფრო გაუმჯობესებული ფილტრებით და უფრო დაბალი მხარით, ბევრად უფრო დაბალი მხარით, ანუ რისკებით ისე რომ მაქსიმალურად მინიმალური დანაკარგი მქონდეს და მაქსიმალური მოგება მქონდეს. ანუ გავასაშუალოდი რაღაც ისეთ მომენტში დავაყენე, რომ მოგება მეტი იყოს ვიდრე მინუსი რა, დაახლოებით ასე დავაყენე და რა ვიცი, მინუსის შემთხვევა რომ ძალიან ცოტა იყოს რა. და პლუს კიდევ ახლა შეიძლება კიც ნახეთ მაგ ვიდეო ჩემს არხზე, თუ არ გინახიათ, გადადით ნახეთ, რომელშიც ასე ვთქვათ, ბინაურ აქციონებზე შევედი ისევ და ვცდილობ იქაც რაღაცის გაკეთებას. ბევრს ალბათ ბინარული აქციონები ცუდისკენ გონია, ანუ ცუდი უფრო გონია. რა თქმა უნდა, ბინარული აქციონები კარგი არ არის, მაგრამ როცა არც თუ ისე დიდი კაპიტალი გაქვს, გულისხმობ არც თუ ისე დიდი კაპიტალში დაახლოებით 8-10000 ლარს, მაშინ შეიძლება კიდევ რაღაცები ბინარულ აქციონებზე გააკეთო, მაგრამ აი ეს არის უკვე რომელი მაგრამაც უნდა გაიგოთ და გაითვალისწინოთ. ეს მთლიანად 10000 ლარი როცა გაქვთ, მთლიანად 10000 ლარი კი არ უნდა ჩადოთ ამ ასე ვთქვათ ბინარულ აქციონებზე. დაახლოებით $200-300, ანუ დაახლოებით 500-600 ლარის პაგნებში შეგიძლიათ სინჯოთ და რა ვიცი, რატომაც არა სიტყვაზე, თუ იცით ვაჭრობა, ან თუ რაღაცას ისეც აკეთებთ, რომ რაითაც შეიძლება პლუსში გახვიდეთ, მაგალითად ინდიკატორები, თუ სხვა რაღაცეები, თუ სხვა რაღაცეები. მოკლედ ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველას თავისი ინდივიდუალური ვაჭრობა აქვს, ხო? რითაც შეიძლება პლუსში გახვიდეთ, რატომაც არა, დივერსიფიკაცია გააკეთოთ. ნაწილი თანხა მაგალითად, როგორც მე ამ შემთხვევაში ახლა გავაკეთე. ჩავდები კრიპტო რობოტში, რომელიც ასე ვთქვათ, არის future-ზე, ასევე ჩავდები სხვა რობოტში, უშუალოდ Bybit-ის რობოტში, ორი რობოტი არის იქ და რომელიც მიყენია და იქაც ჩავდები გარკვეული ოდენობის თანხა და ეხლა ბინარულ აქციონებზეც გადმოვიტანე თანხა. და ბინარულ აქციონებზეც ეხლა ვცდილობ, ასე ვთქვათ,
პატარა ოდენით ახის შოვნას. Რა თქმა უნდა, ძირითადი თანხა მაქვს ჩადებული იმ ბოტში, რომელზეც ასე ვთქვათ, გესაუბრეთ, ანუ ფილტრები ყენდება თქო და რაღაცეები, მაგრამ ეხლა ისე გავაკეთე, რომ არ იყოს ასეთი დამინუსება, როგორც მაშინ იყო რა. და მაგ ყველაფრის ასე ვთქვათ, მაგ ყველაფრის რეზულტატები შეგიძლიათ ნახოთ Telegram-ზე, დავტოვებ ალბათ აღწერაში Telegram-ის ლინკს, სადაც მაგ ბოტის ასე ვთქვათ რეზულტატებს ვდებ, ანუ ფსონებს, რამდენი ფსონით დაპლიგუს და რამდენი ხანი იყო ეს ფსონი, ასე ვთქვათ, პოზიციაში, ანუ 1 დღე იყო, 1 საათი იყო თუ რამდენი ხანი იყო პოზიციაში, მაგ ყველაფერსაც ვდებ და როდის იყო რიცხვსაც ვდებ. შესაბამისად, ეგ ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ და რა ვიცი, თუ ასე ვთქვათ, აღწერაში არ იქნება მაგ ლინკი, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ და კომენტარებში ჩაგიგდებთ მაგ ლინკს, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ ჩემი რეზულტატები. მაგ რობოტის რეზულტატები რა, მაგ რობოტს პირდაპირ ასე ვთქვათ, პირდაპირ ეთერში რა, თქვენთვის ალბათ პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ ნახოთ რა რეზულტატები ექნება მაგ რობოტს რა. და დააკვირდეთ, ღირს თუ არა მე თქვენთვის მაგ რობოტის დაყენება, მსგავსი რაღაცეები, რა ვიცი. მომავალში რა თქმა უნდა უფრო კარგად ვისაუბრებ მაგ რობოტზე და რა თქმა უნდა უფრო ცლად განვიხილავ ყველაფერს რა. და კიდე რა მინდოდა მეთქვა, რა ვიცი, გამოიწერეთ აუცილებლად ტრადინვესის YouTube არხი, თუ ჯერ კიდევ ეს არ გაიგეთებიათ, ჩართეთ ზარისგელაკიც, რადგან ეხლა უკვე ისეთ პერიოდში ვარ, რომ დიდი ალბათობით კი არა და რა ვიცი, თითქმის 100%, რა თქმა უნდა 100% არაფერში არ უნდა იყო დარწმუნებული, მაგრამ 99% მაინც ვარ დარწმუნებული იმაში, რომ გავაგრძელებ ვიდეოების ჩაწერას და შევეცდები კვლავ YouTube-ზე დაბრუნებას, ასე რომ ვთქვათ. და რა ვიცი, მე თქვენ თვითონ ნახავთ რა თემები მექნება ვიდეოები რა. ჩართეთ დავიცვით ზარისგელაკი რომ არ გამოტოვოთ ეგ ვიდეოები. რავი, ყველაფერს კარგს გისურვებთ. ასევე გამოიწერეთ ტრადინვესის Telegram არხი, რადგან Telegram არხზე ხოლმე, Telegram არხზე იყო ისეთი მომენტები, რომ ვიაქტიურე ხოლმე ხანდახან ამ 2 წლის განმავლობაში და 2 წლის მანძილზე, მაგრამ YouTube-ზე შეიძლება ვიდეოები არ დავდები, ხო? ასე რომ ტრადინვესის Telegram არხიც გამოიწერეთ, ყველა ლინკები მოკლედ საჭირო ლინკები რაც არის აღწერაში იქნება, ყველანაირი ლინკი. და რა ვიცი, თუ რამე გაინტერესებთ კიდევ შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. და რავი, კომენტარებშიც კი პასუხებთ, რა თქმა უნდა, პერიოდულად ვიდეოებსაც ჩავიწერ ხოლმე. და რავი, შეგიძლიათ მიყუროთ თუ მოგეწონებათ ჩემი კონტენტი. ნახვამდის მოკლედ გისურვებთ წარმატებებს, სადაც არ უნდა იყოთ და ყველაფერი კარგი ყოფილიყოს თქვენსკენ.